ამას უკვე გარეცხილი გვაქვს. ძალიან ნუ გადაამლაშებთ, უბრალოდ შიგნით ჩავყრი და ხელით გაუს გამოუსმევ. თუ მე კარჩხანას შეწვა დააპირეთ რაღაცა. ეგ კარჩხანა კიდე ცალკე თემაა და კარჩხანა უნდა სულ დაისეროს. ამას ეგეთი რამე არ უნდა. მოდი პირდაპირ ამაშივე დავაყრი მარილს. ავატრიალებ, რომ ერთად დალაგდეს. ჩამარილდეს. უმარო თევზი არ არის გემრიელი. აი შამაიასაც ცოტა მარილი ისქნათ. როცა წვრილი მარილია, ვერ გაიგებთ დოზას, ამიტომ ეცადეთ რომ ბევრი არ დააყაროთ რა. თორე თუ დაგიმლაშთათ მე ეს თუ კარგად იყავით. ესე. ბატონო დავით. ტბის პირას თევზი დაჭერილი გიჭამია ეგრევე. არა. ნახე შამაია რა ლამაზია შეხედე რა. ეს არის ყველაზე ქონიანი და ყველაზე გემრიელი თევზი. რავი ეხლა ვის როგორ, მაგრამ მე მაგალითად მომწონს რა. მოდი დავალაგოთ ესე. პირდაპირ ბატეზე. ვნახოთ როგორ შეიწვება. შეიძლება ცოტა დაიშალოს მე, მაგრამ ამოსატრიალებელი გვაქვს და ამოვატრიალებთ. აქ ეხლა ჩვენ რო თევზაობთ,